ცხელს უმერავს ახლა. ეტყობა ვიდეოშიც. გუს კლუბში არა მხოლოდ მანქანებს აჩქარებენ, ასევე სწრაფი მანქანებისთვის კომფორტული სამუშაო ტემპერატურის შენარჩუნებაზე ზრუნავენ და ესეთი ინოვაციური იდეა შევიმუშავეთ გუშინ ერთ დღეში იზოლირებული ძრავი, რომელიც მაღალ ტემპერატურას იჭერდა, გავაგრძელეთ ორი დამატებითი რადიატორის საშუალებით. დეტალებს ირა მოგვიყვება. როგორ გრილა, აბა? ამოსვლა აღარ მოგინდება. აქ ცხელა. იმიტომ რომ ახალ ჩამქრალია ძრავი და გამოდის მაღალი ტემპერატურა, ანუ რომელიც აქამდე გროვდებოდა შიგნით. აქ ცხელა, მაგრამ აქ არის დაბალი ტემპერატურა. სამასწორ ტურბოს თავზე. ძალიან ცხელა, მართლა ძალიან ცხელი ჰაერი გამო. აქეთ შედარებით ნაკლებია. აქეთ ტურბო არ არის, აქეთ ცხელა ტურბოა. ტურბოს ფარები ცხელია. ნუ რა შედარება აქვს, ძალიან ცხელი ტემპერატურა გამოაქვს. მოგვიყევი რა დავაყენეთ, როგორ დავაყენეთ? ესე იგი, ანუ იდეა უცებ მოგვივიდა ყველაფრის. ანუ ვინაიდან შვაძრავიანი ავტომობილია, ანუ წინიდან არის წინაღობით არ გრილდება. არის დაფურულ სივრცეში ეძრავით, ან არის სვაპი. და არის ატმოსფერულ ძალზე გათვლილი, ანუ არ იყო გათვალისწინებული გაგრილების სისტემა. შესაბამისად, ძალზე მივიღეთ მაღალი ტემპერატურა, რაც საფუძში გამოვლინდა, ანუ ბუნებრივია ცხელდებოდა მთლიანად ზარა. ძრავის ნაწილი ინტექ ტემპერატურა შედარებით მაღალი იყო და ამიტომ მოგვიწია მოფიქრება ვეპოვა გამოსავალი, რომ ეს ტემპერატურა გამოგვეჩანა გარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა სივრცე მქონდა, ანუ მოვიფიქრეთ, რომ გაგვეყენებინა კულერები, რომელიც გამოიტანდა ამ ტემპერატურას გარეთ, გამოვიყენეთ პაჯეროს კულერები, ორი ცალი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ეს ყველაფერი, ანუ დავაერთეთ ცილინდრებზე, ნუ მანამდე თავისთავად კულერის სამაგრებიც მოვიფიქრეთ, ესეთი პალასები გავაკეთეთ. ანუ გადაკეთება აქ არაფრის არ მოგვიწია, უბრალოდ მივიღეთ განამატი, დავამატეთ, ეს ყველაფერი ხელი არ გვიწია ქართულ პარამეტრებს სამაგრების. ეს ყველაფერი ანუ მოვათავსეთ ცილინდრებზე, იმიტომ რომ მე პატრონემ თავად გადაწყვიტეს, რომ